1000 კალორია ნამცხვარი და 1000 კალორია ხორცი და ბოსტნეული. რითი განსხვავდება? პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ორგანიზმი სხვადასხვანაირად ხარჯავს მათ ათვისებაში კალორიებს. ანუ შენ როცა ჭამ 1000 კალორია ნამცხვარს, იქიდან თითქმის 1000 კალორიას თლიანად ითვისებ, თითქმის 99%, ხოლო როცა ჭამ მაგალითად ხორცს და ბოსტნეულს, მინიმუმ 30%-მდე 20-30% კალორიები მის გადამუშავებაში იხარჯება, ანუ ითვისებ დაახლოებით 700-800 კალორიას, უფრო ნაკლებ კალორიას ითვისებ. შემდეგ ყოველთვის არაჯანსაღ პროდუქტში მეტი კალორია, ანუ ერთი პატარა ნაჭერი ნამცხვარი შეიძლება 1000 კალორია იყოს, გააჩნია როგორაა მომზადებული, ხოლო ხორცი და ბოსტნეული 1000 კალორია რომ მიიღო, ერთი ქვავი კაი საჭმელი უნდა შეჭამო. შემდეგ სხვადასხვანაირად მოქმედებს ესენი მადაზე, როცა შენ ბევრ ნახშირწყალს ჭამ, მალევე გშივდება, ანუ ინსულინი იმდენად ბევრი გამომუშავდება ორგანიზმში, რომ შაქარს ნორმაზე დაბლაგიგდებს და მალე გშივდება, როცა ხორცს და ბოსტნეულს ჭამ, უფრო მარტივად ნაყრდები. პლუს ხორცი და ბოსტნეული ასევე შიმშილის ჰორმონს რთგუნავს, ისედაც ნაკლებად გშივდება, რადგან ძნელი მოსანელებელია, ხოლო ნახშირწყლის ჭამის მერე მადა გიათმაგდება. კიდე ძალიან ბევრი მიზეზია იქ შენი ორგანიზმში, სისხლის დონეზე როგორ მოქმედებს, ღვიძლზე და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის გირჩევ ამ ვიდეოთი იმის თქმა მინდა, რომ კალორიების რაოდენობაზე მეტად იფიქრე იმაზე, რა ხარისხის კალორიებს ჭამ, ანუ ჯანსაღი ჭამე და ეცადე კალორიების თვლაც აღარ მოგიწევს, იმიტომ რომ ჯანსაღი პროდუქტით კალორიების გადაჭარბება ძალიან ძნელია.